ჩემი აზრით, ეს პროგრამა, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, ეს მშვენიერი პროგრამაა, რომელშიც ბავშვი სწავლობს ერთის მხრივ ღვთის სიტყვას და მეორეს მხრივ ზნეობრივ ნორმებს ჩვენი ცხოვრებისა. გიყვარდეს მოყვარდეს შენი თუ მოეკეთე ადამიანს როგორც გინდა რომ მოგეპრალოს სხვაგვარი, ეს ჩვენი ცხოვრების ნორმაა და ამიტომ ღვთის სიტყვა არის. არა, როცა სასულიერო პირი ამას უცნობიერებს ბავშვსაც და მშობლებსაც კი, მათაც სჭირდებათ ეს ყველაფერი, ამიტომ დიდ სიკეთეს ჩადის. ძალიან დიდ სიკეთეს. მაგრამ ამის აზრის გაფართოება შეიძლება, იცით? გაფართოება. საერთოდ თვითონ განათლების პროცესი გაიჟღენთოს სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, გულისხმიერებით. ბავშვები ჩვენი მტრები არ არიან. მაშინ მოექცეთ როგორც მოყვასოს, რატო უყვირეთ, რატო ეჩხუბებით, რატო ეჯაჯღანებით, რატომ ტვირთავთ რაღაც დავალებით და სხვა ამგვარი და თანაც პასუხებს თხოვთ. ხო? მაშინ მე დავარღვიეთ უკვე ამ ღვთის ყველაზე დიდი მცნევა. ბავშვი არ მივიღეთ როგორც უფლის წარმოადგენელი და შვილი. ხო მართალია? ეს შეგვეტანა ჩვენ მთლიან განათლების სისტემაში და მაშინ არავითარი რაღაცა სპეციალური ხელოვნური მოძრაობა რელიგიური პირთაგან განათლებაში შეიძლება საჭიროც არ იყოს, იმ შვიდად იქნებოდა რომ მათი სიტყვა მოძრაობს ყველგან. მე მგონია რომ უმაღლეს სასწავლებელმა სტუდენტებს ეს უნდა ასწავლონ. როდემდე გადავთ, კერძო უმაღლეს სასწავლებლები არიან და შეუძლიათ უთხრან მომავალ მასწავლებელს ის, რაც მათ შეუძლიათ უთხრან. ახალი თაობა გჭირდება მასწავლებლებისა, ანდა იმ თაობის, რომელიც ყავს, იმ თაობისთვის ჩაგვენება, რომ ისინი თავისუფლები არიან აზროვნებაში.